Всё, ვიწყებ. ექიმებს ან მაგრა გულანძღავენ ხოლმე. ან ტაშს გვიკრავენ და გვაღმერთებენ. მოკლედ ცოტა ახლო არ გამოგდით ხოლმე რა, ხო და დღეს მინდა ვილაპარაკო არასწორ წარმოდგენებზე, რომელიც გვაქვს ხოლმე ექიმებზე ან სამედიცინო სისტემაზე. და კი ვიცი რომ ბევრი პრობლემა გვაქვს სამედიცინო სისტემაში, მეცაც გეტყვით, იმაზე მეტი პრობლემა არის, ვიდრე ეს გარედან ჩანს. მაგრამ მაინც არის ისეთი საკითხები, რომელიც უნდა დავალაგოთ, რომ არასწორი აღქმები არ გქონდეს, ოკეი? მოგესალმებით ექიმი არჩილ მარშანიას YouTube არხიდან, თავად ექიმი არჩილ მარშანია. თქვენ ჩემი მიღების საათს უყურებთ. დღეს, როგორც გითხარით, არასწორ წარმოდგენებზე და რაღაც გარკვეულ სამედიცინო, შეიძლება ითქვას მითებზე ვილაპარაკებთ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ არის ხოლმე ისეთი რაღაცები, რომელიც გუგონია რომ სწორია და პირიქით არის ხოლმე რომ არ არის სწორი და არის ხოლმე რაღაცები, რომელიც გონია რომ არასწორია, მაგრამ სინამდვილეში შეიძლება სწორიც კი იყოს. ხო და პირველ რიგში ჩემი მოკითხვა ყველა ჩემს კეთილსინდისიერ და შრომელ ექიმს და არა მარტო ექიმს, ყველა კეთილსინდისიერ პროფესიის წარმომადგენელს, პირველი რაზეც მინდა ვილაპარაკო და ვისაუბრო, რაც ძალიან არასწორად გვესმის ხოლმე, ეს არის ჰიპოკრატეს ფიცი. ხო, ეხლა რა ხდება? TikTok-ზე დავდე ვიდეო. სადაც ვისახდი, რომ ჰიპოკრატეს ფიცი არის ბოდოა მეთქი რა, თუ რაღაც ეგეთი ვთქვი. მოკლედ, ეს რო ვთქვი, ძალიან გაბრაზდა ეს ხალხი კომენტარებში. მეჩხუბნენ, მე ექიმებსაც ეჩხუბნენ ჩემს გამო, ისე იმათ რა დაიშოვეს არ ვიცი. მაგრამ თქვენ მარტო ფული გაინტერესებთ, თქვენ ასეთებო, თქვენ ისეთებო და ასე შემდეგ და ამიტომ დღეს მინდა რომ აი YouTube-ზე უკვე ცოტა ფართოდ გავშალო ჰიპოკრატეს ფიცი, ხო და მოგიტანეთ თავად ჰიპოკრატეს ფიცი. და უნდა წავიკითხო ხმამაღლა და მოდი ყველა ერთად შევთანხმდეთ, ბოდოა არის ეს თუ არ არის ბოდოა. თან აი ძველი ფურცელი არის. ახლა ეს იმენა ის არის. იქიდან წამოღებული ჰიპოკრატეს ხელმოწერით არის ეს. განამართლა პროდიუსერი მე არ ამყავს. მონტაჟის რეჟისორი მე არ ამყავს. ერთი კი მყავს აქ ვითომ, მაგრამ მაინც არ მეხმარება და ხელს მიშლის ისედაც. ხო და მოკლედ მაგიტომ აქ ეს ძველი ფურცელი, იმიტომ რომ ერთი თვე არაც ამოუბეჭდე და ესე მიგდია. არც სპონსორი არ აყავს და როგორც გითხარით, მონტაჟისაც მე ვაკეთებ, ამიტომ აქ ვერაფერი ვერ ამოანათებს, სამაგიეროდ აი ეს ამაკ, ამიტომაც გამოიწერეთ ჩემი არხი, თუ შეიძლება დალაიქეთ და კომენტარეთ რაღაცები, როგორ ამბობენ ხოლმე ინფლუენსერები და subscribe-ეთ. ხო და მოკლედ წამოვიღოთ ახლა ეს ჰიპოკრატეს ფიცი. როგორ იწყება ჰიპოკრატეს ფიცი? ესე უნდა ისეთი ტექსტია, რომ იმენა ესე უნდა წაიკითხო. ვფიცავ მკურნალ აპოლონს, ასკლეპიოს, ჰიგიასა და პანაციას და ყველა ღმერთსა და ქალღმერთს და მოუწოდებ მათ ჩემს მოწმეებად, რომ ჩემი უნარისა და კეთილგონიერების შესაბამისად განუხრელად დავიცავ ამ ფიცსა და აღქმასა. ანუ აპოლონზე უნდა ვილოცო ეხლა მე და ასკლეპიოსზე ხო და ასე შემდეგ. ანუ გასაგებია ხო, შესავალშივე გასაგებია ხო რა არის ეს ჰიპოკრატეს ფიცი. მაგრამ გავაგრძელოთ. ჩემი მასწავლებელი, რომელმაც ეს ხელოვნება შემასწავლა, ჩემი მშობლების თანასწორად მივიჩნიო. გავუყო მას ჩემი ქონება და საჭიროების შემთხვევაში აღმოვუჩინო ყოველგვარი დახმარება. მისი შთამომავლები ჩემ ღვიძლ ძმებად მივიღო და თუ მათ ამ ხელოვნების შესწავლა მოესურვებათ, შევასწავლო ის ყოველგვარი გასამრჯელოსა და პირობის გარეშე. მოგეთ ეხლა მთელი ჩემი აკადემიური განათლების, ანუ 10 წლის განმავლობაში ვისაც რამე უსწავლებია, ეს ხალხი ყველა მყავს მოსაძებნი, მაგათი შვილები მყავს ძმებად დასაწერი და ჩემი გასამრჯელო მაქვს გასაყოფი, ესე იგი, ეს ჰიპოკრატეს ფიცის თანახმად. ხო. ხო ლოგიკურია, ხო ბოდვა როგორ იქნება ეს ჰიპოკრატეს ფიცი, უკვე მეორე სტროფი წავიკითხეთ და მაგარია, ხო? ისე ერთი ძალიან სექსისტური კი ეს ძმებად რატო? დები რატო არ არის ნახსენები? დებმა რა დააშავეს? ანუ ყველა ბიჭები ყავთ იმათ? თუ როგორ ამაგცა? ხო და. კაი. გავაგრძელოთ. დარიგებანი
ზეპირი გაკვეთილები და სწავლების ყველა სხვა საშუალება გადავსცეთ ჩემს საკუთარ შვილებს, ჩემი მასწავლებლების შვილებსა და იმ მოწაფეებს, რომლებიც ვალდებულნი არიან სამედიცინო კანონით გათვალისწინებული ფიცით და სხვა არავის. ანუ აი ახლა ეს რომ მორჩება, ამის კითხოს რომ მორჩება, უნდა გავაუქმო ეს გვერდი, ჩემი ბლოგი, TikTok-იც, Instagram-იც, პირველადი დახმარების ცენტრიც უნდა გავაგო, იმიტომ რომ არავის არაფერი არ უნდა გასწავლოთ გარდა ჩემი მასწავლებლებისა და მათი შთამომავლებისა და ასე შემდეგ. ამას გვეუბნება ჰიპოკრატეს ფიცი. კაი, გავაგრძელოთ. სამკურნალო რეჟიმი ჩემი უნარისა და კეთილგონიერების შესაბამისად მივმართო მხოლოდ ავადმყოფთა სასიკეთოდ და თავი შევიკავო ყოველივე იმისგან, რაც მათ ვნებასა თუ ზიანს მოუტანს. ხო, ეს კაია. ნამდვილად კარგია. არავის მივცემ მომაკვდინებელ საშუალებას, თუნდაც მთხოვონ და არც მსგავს რჩევას მივცემ ვინმეს. ასევე არ მივცემ ქალს საშუალებას ორსულობის ხელოვნურად შესაწყვეტად. ეს შეიძლება ბატონი ჰიპოკრატეს დროს ძალიანაც აქტუალური იყო. ისე ჰიპოკრატეს ფიცი ჰიპოკრატეს დაწერილი თუ არა, ეგეც გასარკვევია, მაინც ისტორიული დრო იცოდეთ, მაგრამ შეიძლება ადრე ეს რაღაცნაირად აქტუალური იყო, მაგრამ დღეს ეს ასე არ არის. დავიწყოთ იმით, რომ ევთანაზიას შეიძლება ვიღაცები არ ემხრობოდნენ, მაგრამ მე ჩემი მოსაზრება მაქვს, რასაც ახლა არ გავშლი. სამედიცინო თვალსაზრისით თავისი ძალიან კონტროლირებადი, რეგულირებადი რაღაც კრიტერიუმებით, ჩემი აზრით უნდა იყოს ევთანაზია უნდა იყოს დაშვებული. მხოლოდ ესეთი მკაცრი კრიტერიუმებით. ასევე ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტა ვიცით უკვე 21 საუკუნეში ვიცით რომ ეს რაღაცა ქალის ან კაცის ხუშტური არ არის მხოლოდ. შეიძლება სასიცოცხლო ჩვენებით შეიძლება გაკეთდეს. შეიძლება ქალი იყოს ძალადობის მსხვერპლი და მაგითო გაკეთდეს და ასე შემდეგ. სხვათა შორის აბორტზე ამის შემდეგი გადაცემა გვექნება და აუცილებლად გადაცემა თუ რა ქვია იმას. ეპიზოდი იქნება და მაგასაც უყურეთ, არ გამოგჩეთ. ხო და მოკლედ შეიძლება კონტროვერსიული რაღაცებია, მაგრამ ეს რო ესე არ არის ცალსახარო არ არის, ფაქტია. გავაგრძელოთ კიდე. სიწმინდითა და კეთილმსახურებით გავატარებ ჩემს ცხოვრებას და ვემსახურები ჩემს ხელოვნებას. ძალიან კარგია, ეს ნამდვილად კარგია. აი ორი რაღაც დავიჭირეთ ახლა. კარგი. მე არ გავაკეთებ კენჭის კვეთის ოპერაციას და ამ საქმეს დაუთმობ მათ, ვინც ამ ხელობის მცოდნეა. კაი, ჩემო ძმაო. გავითვალისწინე. კენჭის ოპერაციას ნამდვილად არ გავაკეთებ. რომელ სახლშიც არ უნდა შევიდე, შევალ მხოლოდ ავადმყოფთა სასარგებლოდ. განვერიდები ყოველგვარ განზრახ-ბოროტ მოქმედებასა და კორუფციას, განსაკუთრებით კი სასიყვარულო კავშირს ქალებსა თუ მამაკაცებთან, იქნებიან ისინი თავისუფალნი თუ მონები. აჰა, ესე იგი. კაცი, ქალი არ ვიცი ჩვენ რა, არც მონებს არ უნდა გავეკაროთ. ამიტომ თუ თქვენთან მოვალ სახლში მონებზე შეიძლება შეგიძლიათ არ ნერვიულოთ, იმიტომ რომ ჰიპოკრატეს ფიცი გვავალდებულებს, რომ მონებს ცუდი თვალით არ შევხედოთ. და ბოლოს, რასაც მკურნალობისას ან მის მიღმა ადამიანთა ცხოვრებაში ვნახავ ან მოვისმენ, რაც არ უნდა გახმაურდეს, საიდუმლოდ შევინახავ და ჩავთვლი რომ ასეთი რამ გათქმას არ ექვემდებარება. კი ბატონო, ესეც ეგრეა დღეს. გასაგებია რომ ამასაც ვითანხმებით. თუ კმიანფიც განუხრელად დავიცავ, დაემომეცეს ბედნიერება ცხოვრებაშიც და ხელოვნებაშიც და ვიყო ყველა ადამიანისგან პატივგებული უკუნითი უკუნისამდე. ხოლო თუ დავარღვევ და ვუღალატებ მას, და აი ამის საპირისპირო იყოს ჩემი ხვედრი. ჭირი იქა, ხინი აქა. ისე ჰიპოკრატეს უეჭველი მაგრადევასება და კეიფი, სადღეგრძელოები და რაღაცეები არის. ხო და მეგობრებო, ძვირფასებო, ჩვენო, რა ვიცი, ლამაზებო, გვეჭხუბებით, მეჭხუბებით ხოლმე კომენტარებში. ჰიპოკრატეს ფიცი არის უბრალოდ რიტუალი, რომელიც ახლა ყველგან აღარ სტარდება ეს და არის ძველი გადმონაშთი, უბრალოდ რაღაცა საინტერესო, რა, კულტურული, რა, მემკვიდრეობა, ტრადიცია უბრალოდ. თავიდან ბოლომდე ეს ჰიპოკრატეს ფიცი არის უბრალოდ რაღაცა საინტერესო გადმონაშთი, რიტუალი და ასე შემდეგ და შესაბამისად არავინ ამით რეალურად სინამდვილეში არ ხელმძღვანელობს 21 საუკუნეში და არ შეიძლება ხელმძღვანელობა. უბრალოდ არ შეიძლება დღეს ადამიანი ჭკუათ მყოფელი იდგე და ასკლეპიოსზე ლოცულებდა როგორც მინიმუმ, ხო? ჯო, ეს იყო
ჰიპოკრატეს ფიცი, რომელიც არასწორად გვესმის ხოლმე ხშირად. შემდეგი საკითხი სამედიცინო სექტორში, რომელიც როგორც წესი არასწორად გვესმის ხოლმე, ხანდახან სამედიცინო პერსონალსაც კი, ეს არის საექიმო ეთიკა. ასე რომ, ახლა ვისაუბროთ საექიმო ეთიკაზე. საექიმო ეთიკა, როგორც წესი, აღიქმება ხოლმე ისე, რომ რაღაცა ის ყოველდღიური ეთიკური ნორმები რაც გვაქვს. ან შეიძლება კულტურულად რაღაცა თუ შეიცვალა, ამასვე განმაზოგადებთ ხოლმე საექიმო ეთიკაზე. მაგალითად, აბსოლუტურ უმრავლესობას რო კითხო, რომ არაეთიკური ექიმი, კარგი ექიმია თუ ცუდი ექიმი, რა თქმა უნდა გეტყვის, რომ ცუდი ექიმია. მაგრამ მე კითხო რო შეუბრუნო, რომ საექიმო ეთიკა რა არის? თუ მეტყვი, ამას უკვე ვეღარ გეტყვის. რატო? იმიტომ რომ საექიმო ეთიკა არ არის ეს ჩვენი ყოველდღიური შეხედულებები, რომ ამან რა უნდა მითხრას მე ხელზე ტატუ აქვს, ან რაღაცა ეს ექიმი, ეს როგორი ექიმია, როგორ შეიძლება ექიმი შორტები ეცვას, ან რაღაცა სანაპიროზე ტიტველი დარბის და ეგ როგორი ექიმი იქნება. ხო, არაფერ შუაში არ არის ეგრე რა, ჯერ ერთი რომ ექიმიც ადამიანია და თავისი პირადი ცხოვრება აქვს და ის თუ არაფერს არ აშავებს, თავის პირადი ცხოვრება შეუძლია გქონდეს როგორც სხვასაც. და მეორე, ქუჩაში როგორ იქცევა, მაინც და მაინც პირდაპირ მნიშვნელობით გავლენას ეს ექიმის პროფესიაზე არ ახდენს, მაგრამ მაშინ მოდი ვთქვათ, რა არის ეს საექიმო ეთიკა. საექიმო ეთიკა არის იმ წესების ერთობლიობა, რომელიც ძირითადად არეგულირებს ექიმისა და პაციენტის ურთიერთობას. ის რამოდენიმე პუნქტად იყოფა. ბევრი პუნქტი შეიძლება იყოს, რაღაცა ზოგჯერ რაღაცა არ ვიცი 7-ია ხოლმე, ზოგჯერ 6, ზოგჯერ 8, გააჩნია როგორც ჩაშლი. მაგრამ ძირითადად არის ავტონომია, სამართლიანობა, არავნო და სარგებლიანობა. ავტონომია რა არის? ავტონომია გულისხმობს იმას, რომ მაგალითად პაციენტს აქვს უფლება, რომ აირჩიოს მკურნალი ექიმი, ექიმს აქვს ვალდებულება, რომ კონდეს, ასე ვთქვათ, კონფიდენციალურობა, ასე ვთქვათ, დაიცვას პაციენტის, კონდეს ვალდებულება აქვს, რომ ნორმალური კომუნიკაცია ჰქონდეს, ამოვიდეს პაციენტის საუკეთესო ინტერესებიდან და ასე შემდეგ. სამართლიანობა ნიშნავს იმას, რომ ჩვენთვის ყველა პაციენტი არის ერთი. უნდა ვუმკურნალოთ ყველას თანაბრად. არ აქვს მნიშვნელობა მისი სქესისა, სექსუალური ორიენტაციისა, რელიგიური კუთვნილებისა, თმის ფერისა, იმისა, ამისა და ასე შემდეგ. პაციენტი არის ყველა ერთად და ჩვენ არ შეიძლება რომ პაციენტებს ყოფდეთ რაღაცა კრიტერიუმებით და ვიღაცას მეტ ყურადღებას ვაქცევდეთ, ვიღაცას ნაკლებს. ეს არის სამართლიანობა. არავნო არის primum non nocere, ესეთი გამონათქვამი არის ლათინურში. არავნო არის ის, რომ პირველ რიგში ამოსავალი წერტილი არის, რომ ჩვენ რაღაცა ის უნდა გავაკეთოთ, რომ არ ვავნოთ პაციენტს. მაგრამ მარტო არავნოც ხო არ არის, ახლა პაციენტი იმიტომ არ მოდის შენთან, რომ არავნო, ხო? მოვიდა და წყალი დაადლია ზმა და კარგად იყავი. ხა არაფერს არ ვავნე, წავიდა, მაგრამ მე ამის მერე შემოდის უკვე სარგებლიანობა. ჩვენ უნდა ნება ვიბოძოთ, რომ ჩვენი განათლებიდან გამომდინარე და არსებული ბოლო უკანასკნელი ყველაზე სანდო სამეცნიერო მტკიცებულებებიდან გამომდინარე ამ პაციენტს მივაწოდოთ ის მკურნალობის მეთოდები და ინფორმაცია, რომელიც იმ კონკრეტულ შემთხვევაში სჭირდება. ოღონდ ეს ყველაფერი ინდივიდუალურად უნდა მოვარგოთ. ხო? ანუ არსებობს მტკიცებულება, სანდო მტკიცებულება, არსებობს ჩემი როგორც ექიმის ექსპერტის მოსაზრება და არსებობს პაციენტის მოთხოვნები და შესაძლებლობები. ეს ყველაფერი ერთად უნდა იყოს. იმიტომ რომ თუ კი მაგალითად რომელიღაც სიტყვაზე ვიძახი ძალიან უხეში შედარება იქნება, თუ კი რომელიღაცა დაავადების ყველაზე საუკეთესო მკურნალობა არის რომელიღაც მედიკამენტი, რომელიც $10,000 ღირს და ამ პაციენტს არ აქვს ამის საშუალება, მე არ უნდა უთხრა რომ იცი რა ეს ყველაზე კაია და ნუ არა გაქვს, აბა კარგად იყავი. არა. მე უნდა მოვერგო მას, იქნება მეორე რიგის პრეპარატი არსებობს რამე, იქნება ალტერნატივა არსებობს, რომელიც უფრო იაფია და ასე შემდეგ. მაგას გულისხმობ რა. შესაბამისად ეს ექსპერტის მოსაზრება, პაციენტის სურვილები და შესაძლებლობები და შეხედულებები და მტკიცებულებები ეს ერთი ნაზავით უნდა მივაწოდოთ და ეს არის ნორმალური ურთიერთობა პაციენტსა და ექიმს შორის. ეს არის მეგობრებო საექიმო ეთიკა. საექიმო ეთიკა არის პაციენტს და ექიმებს შორის ურთიერთობა, რომელიც დარეგულირებულია რეალურად და მისი დარღვევა, არ არის კარგი ექიმისთვის პირდაპირ მნიშვნელობით. თუმცა მანდაც არის რაღაცა განსხვავებები. გააჩნია სიტუაციას. იმიტომ რომ ზოგჯერ ჩვენ მიზანმიმართულად გვიწევს საექიმო ეთიკის დარღვევა. მაგალითად, თუ კი პრეჰოსპიტალურ სივრცეში მუშაობ,
ანუ სასტრაფოზე მუშაობ მაგალითად და ავტოსაგზაო შემთხვევაში შეესწარი და ნახე რომ სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმა აქვს ერთ ადამიანს, ხოლო მის, არ ვიცი, შობელს, რომელიც იქვე იყო და მასაც დაზიანებები აქვს, მას ეგეთი მძიმე დაზიანებები არ აქვს. ეხლა ამ შობელმა თავის შვილზე რო კითხოს, რომ როგორ არის ის პაციენტი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სიმართლის თქმის ვალდებულება გვაქვს, ამ შემთხვევაში შეიძლება პირდაპირ დავარღვიოთ, მხოლოდ ამ კონკრეტულ შემთხვევაში და ის ამბავი იმ წუთას არ უთხრათ. ხო, იმიტომ რომ არაფერს სარგებელს ეს არ მოუტანს იმ ადამიანს. თუმცა ეს ისე არ გაიგოთ, რომ რაღაცა მძიმე დიაგნოზების დამალვა, ეს რაღაცა პოსტსაბჭოთა რაღაცა მანკიერი რა ქვია, გადმონაშთი ექსტორია არ არის სწორი, ანუ დიაგნოზის თქმასაც თავისი წესი აქვს და ყველა ადამიანს აქვს უფლება იცოდეს საკუთარი დიაგნოზი და ვიღაცა, მათ შორის ოჯახის წევრი არ უნდა წყვეტდეს იმას იმან იცოდეს თუ არა. მაგრამ ამ რეალობაში გვიწევს ცხოვრება, თუმცა ესეც ნელ-ნელა უკან მიდის, რაც სასიხარულოა. კიდე მეორე მაგალითი არის საექიმო ეთიკის მიზანმიმართული დარღვევისა ის, რომ მაგალითად პაციენტების რაოდენობა აღემატება რესურსებს, არსებული რესურსებს, ამ შემთხვევაში ჩვენ გვიწევს გადახარისხება. როდესაც მაგალითად თუ კი ერთი რეანიმატოლოგი არის მიმღებ განყოფილებაში და მიუყვანენ ერთ გულგაჩერებულ ადამიანს, ის გააგრძელებს ჩვეულებრივად გულფრთვის რეანიმაციას და გააკეთებს მანამ, სანამ ეს პროტოკოლი ითვალისწინებს. და ან იქნება წარმატებული, ან დააფიქსირებს სიკვდილს. მაგრამ თუ კი თქვათ 20 პაციენტი მიუყვანეს და ეს ექიმი მარტო არის და ამ 20-დან 3-ს გული აქვს გაჩერებული, 4-ს არტერიული სისხლდენა აქვს და 3-ს აქვს, არ ვიცი, მოტეხილობები სიტყვაზე, მაგრამ გონზი არიან. ამ შემთხვევაში იმის გამო რომ რესურსები მცირეა, ერთი ექიმია და თქვათ 2 ეგთან იყავს, ხო? ამ შემთხვევაში სამწუხაროდ გვიწევს გადაწყვეტილების მიღება, რომ გულფრთვის რეანიმაციას აღარ ვიწყებთ და ამას ქვია ტრიაჟი. ამ შემთხვევაში გულფრთვის რეანიმაცია, რომ ვისაც სჭირდება, ითვლება უკვე გარდაცვლილად. იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ის რა ქვია, შეხედულება იცვლება როგორ? ყველას უმკურნალე თანაბრად კი არა. უმკურნალე იმას პირველ რიგში, ვისაც ყველაზე მაღალი გადარჩენის ალბათობა აქვს. მაგალითად, არტერიულ სისხლდენას თუ კი ის კიდურიდან არის, ჭირდება სისხლდენის შეჩერების ცოდნა. დაადებ ლახტს და მორჩება ამბავი. ამისთვის სჭირდება სულ რამდენიმე წუთი, შეიძლება რამდენიმე წამიც. მაგრამ ეს არტერიული სისხლდენა რო გვერდით გადადო და არაფერი არ გააკეთო და გულფრთვის რეანიმაცია დაიწყო, რომელიც შეიძლება 9 საათი გაგრძელდეს. ამ დროს ესეც ან გადარჩება ან არა და ესეც მოგიკვდება. ეს ყოველთვის არის ძალიან რთული გადაწყვეტილება. როგორც მორალურად, ისე რა ვიცი, ფსიქოლოგიურად და ასე შემდეგ, თუმცა ძალიან იშვიათად საბედნიერო, მაგრამ თუმცა ესეთი ტრიაჟის დროს მაგის გადაწყვეტილების მიღებაც შეიძლება მოუწიოს ექიმს და არა მარტო ექიმს, მაგალითად, რა ვიცი, სამხედროებს, ამ პირველად გადაუდებელი დახმარება მიცის ის და თქვათ მასობრივ დაზიანების სცენა შეესწრება და ასე შემდეგ. აი, ამ დროს ჩვენ ვარღვევთ პირდაპირ მნიშვნელობით, მაგრამ ეს დასჯადი არ არის. მაგრამ მარტო თუ არ და ერთი პაციენტი მომიყვანეს და ხა მე ამას გულფრთვის რეანიმაციას გავუკეთებ, იმიტომ რომ მეზარება, ამ დროს რა თქმა უნდა დაისაჯოს ექიმი. აი, ეს არის საექიმო ეთიკა. გასაგებია ხო, ვინც ამას ვისმენდით, ალბათ ბევრმა გულში გაიფიქრე და კომენტარებში დაწერთ, რომ ხო, ეგრე უნდა იყოს და პაციენტზე უნდა ზრუნავდეს ექიმი, მაგრამ აი ესენი როგორ იქცევიან და კომუნიკაციის უნარი არ აქვს და ესე და ისე და ეს დამპლები და ასე შემდეგ. რაშიც, არ ვიცი, ყოველთვის ალბათ არა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში რაღაცა პრობლემები არის და რა თქმა უნდა მართალი არის ის პრეტენზიები, რომელიც ჩვენს მიმართ არის ექიმების მიმართ გამოთქმული. თუმცა აქ უკვე მეორე პარადიგმა შემოდის. ანუ არ შეიძლება რომ პროფესიულ ღირსებაზე და კეთილსინდისიერებაზე შერჩევითად კონდეს, ასე ვთქვათ, მითითებები და თითის გაშვერა და ლანძღვა. ანუ პროფესიული ღირსება არ არის მარტო ექიმის ღირსება და საქმე და კეთილსინდისიერება. პროფესიული ღირსებას და კეთილსინდისიერებას არ აქვს არანაირი მიმართულება. ყველასთვის ერთია და ნორმალურ, განვითარებულ, განათლებულ და მდიდარ ქვეყანაში ეს ასე თუ ისე დაცულია და დაბალანსებულია. გავიგეროთ, ცუდი და კარგი ყველგან არის, მაგრამ ზოგადად ვიზახი, ჩვენთანაც ეგრეა, რომ ცუდი და კარგი ყველგან, მაგრამ ბალანსზეა, ხო, საუბარი. აი, მაგალითად, რომ მიხვალ და, არ ვიცი, ეს რომ არაკეთილსინდისიერება ხო გავრცელებული არის ჩვენთან ყოველდღიურობაში არის. და ეს არის ნორმათან, ეს ამაზე არ უნდა, აი მაგალითად რო იცი რომ ბაზარში რო მივდივარ სიტყვაზე, ხშირად ჩვენი სასწორი უნდა წავიღოთ, იმიტომ რომ ვიცი რომ მოგვატყუებენ. და ამაზე კი არ ნერვიულობთ, აი ჩვეულებრივი ყოველდღიურობა არის ეს რა, შეგუებულები ვართ რა, რომ უნდა მოვიცი რომ მომატყუებს რა, ხარა მოხდა.
ხელოსანთან რომ მიდიხარ, გეტყვის რომ რაღაცა, მე ხა ამას 3 დღეში გაგიკეთებ ძმაო, პრობლემა არ არის. ხო იცი რომ ეს 3 დღეში არ გააკეთებს რა. აბსოლუტურ უმრავლეს შემთხვევაში ზოგადად მაინც ვიძახ. ვიცი რომ კარგი ხელოსნებიც არსებობენ, კარგი ექიმებიც არსებობენ და კარგი ყველა პროფესიის წარმომადგენელი არსებობს, ხო, მაგრამ ზოგადად რომ აი ხელოსანი რო ურჩიო ვიღაცას, ხო, ზაო ხელოსანს მე ვერ გიჩიო ძმაო, ხო იცით რომ მაგას ხო შეგუებულები ვართ ზოგადად რომ უნდა მოგატყოს, აი რანაირად შეიძლება ამას რო ვიყოთ შეგუებულები. რაღაცა 10 მეტრი კაბელი რო ჭირდება და ვინც არ იცის იმას რო აყიდინებს 50 მეტრ კაბელს და რომ 40 მერე წაიღოს და თავისთან იმას ხანს, ხო? მანქანის გასაკეთებლად თუ წახვალ ბატონო, რა ვიცი, ერთ წესიერად არ დაგელაპარაკება. გეტყვის რაღაცა შეკვირდება, იმას გადაგიწევს და ასე შემდეგ. ღვინის ქვეყანა ვარ და ღვინის ყიდვა რო გვინდა, ვეძებთ ახლობელს. რატო ვეძებთ ახლობელს? იმიტომ რომ კაი ღვინო შეიძლება იყოს. ანუ კიდე რა, აი სრული რაღაცა ისენი მახსენდება რა. ადრე რო ძალიან მოდაში იყო მარჯვენა საჭიანი ისენი რო ჩამოდიოდა მანქანები და გადატანა რო იყო ძალიან მოდაში. ხელოსანთან რომ მიდიოდი, გეკითხებოდა, შენთვის გინდა ძმა ეს რო დაიტოვო ეს მანქანა თუ გასაყიდად გინდა რა? ანუ როგორ გადაგიტანო რა? კარგად ვიმუშაო და კარგად გავაკეთო, მაგრამ ანუ საჭის გადატანაზე არის საუბარი მანქანის ძალიან სერიოზულ ჩარევაზე და უსაფრთხოებაზე და კომფორტზე თუნდაც და კარგად გაკეთებულ საქმეს და ამას გეკითხებოდნენ რომ იმისთვის გინდა თუ გასაყიდად გინდა, მედი მიაფუჩიჭი რა. ხო ვიცით ეს, ყველამ ვიცით და ამას ხო ვარ შეგუებულები. რანაირად ვართ ამას შეგუებულები? როგორ შეიძლება ამას შეეგუო? და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ყველა პროფესიაზე შეიძლება ამის თქვა, ნებისმიერ პროფესიაზე. იურისტებზე არ ვიცი შეგიძლია ნოტარიუსთან მიხვიდე და იქ რაღაცა პრობლემები ქონდეს. რიგში დგომა არ ვიცით ხალხმა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არ შეიძლება ესეთი რაღაცა. ხო და ეხა უყურე, აი ეს არაკეთილსინდისიერება გამჯდარი არის ჩვენს ყოველდღიურობაში და ამას შეგუებულები ვართ, მაგრამ რაღაც ექიმი გვინდა რომ იყოს რაღაცა დიდი ბრიტანეთის დონეს ან ისრაელის სამედიცინო სისტემის დონეს, ხო და რანაირად გამოვა ეს? განუვითარებელ ქვეყანაში, განვითარებული სამედიცინო სისტემა, რომელ ქვეყანაში გინახიათ, არ არსებობს ეს. ქვეყანა ვითარდება, კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი უნდა განვითარდეს ერთად. გამდიდრდეს, ვისწავლოთ და გავდადოთ. სხვანაირად უბრალოდ ეს საქმე არ გამოვა. მიიყვანე მაგალითად მანქანა რომ მიიყვანე ხელოსანთან. ხო და თავიდანვე ესე გელაპარაკება რომ აი უნდა რომ ვარსდა ეხა ბევრი ფული უნდა დაგცინცლოს რა და შეხედას და აუ ეს მაგარი საჩალიჩოა რა ძმა რა. ეხა ისეთი პონტია რა ხო არ გამოვა ეხა ეს მარტივად რა. ხო და ამ ყველაფერს იმიტომ გეუბნება რომ მე გაგიძვირეს ხო რა თქმა უნდა. რა ვიცი საჩალიჩო როა და მე რო არ ვიცი მაგიტომ მოვედი შენთან. ეხა წარმოიდგინე იგივე სიტუაცია შვილი მიიყვანე ექიმთან და შეხედა და აუ ეს ეხა მაგარი საჩალიჩოა. აი ეხა ამის ოპერაციის გაკეთებას ახალი დაიწრიეჭო. და ანუ გეტყვის ეხა შევათ ოპერაციაზე რა და აი 1 საათში დამთავრდება რა და 2 დღე რო არ გამოდის და პასუხს არ გცემს რა მე რეკავდა ვაფშე წასული არის ეს და ვერ გაიგებ და ხელოვნურად რო გიწეროს რომ ლიჯბი ბევრი ფული გადაგახდენოს და ასე შემდეგ. ეხა კი მეცინეო, მაგრამ არ არის ეს სასაცილო. არ არის ეს სასაცილო და ცალკე არ მოგვარდება, ცალკე ვერც სპორტი განვითარდება, ვერც სამედიცინო სისტემა და ვერც კულინარია, თუკი ქვეყანა არ გაძლიერდა. ასე რომ, ჩემო მეგობრებო, საექიმო ეთიკა რეალურად აი ეს არის და არასწორი შეხედულება გვაქვს ხოლმე მაგაზე და რეალურად გამოსწორებაც მარტო საექიმოს და სამედიცინო სისტემის ვერ მოხდება. შემდეგი ამბავი არის ექიმის პასუხისმგებლობა. შეიძლება არის ხოლმე იმაზე რომ აი ვინ არის ამაზე პასუხზე, რა გარანტია მაქვს რომ ყველაფერი კარგად იქნება. თუ რაღაც როგორც წესი შერჩევიდან აკეთებენ ხოლმე ვაქცინებზე არის ყოველთვის ეგეთი რა და მაგრამ პენიცილინზე მაგას ვერასდროს ვერ გაიგებ მიუხედავად იმისა რომ გვერდითი მოვლენები რა ვიცი 1000-ჯერ უფრო მეტი არის ალბათობა რომ პენიცილინზე გამვითარდეს ვიდრე ვაქცინაზე მაგრამ ნუ კიდე ცალკე საკითხი არის ეს ცოტა სენსიტიური თემაა მესმის რომ რთული გასაგებია მით უმეტეს პაციენტის მხრიდან მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს რომ ერთი მედიცინა არ არის ზუსტი მეცნიერება და მეორე პასუხისმგებლობა არ ეკიცრება არავის რეალურად რა. ექიმთან რომ მიდივართ ეს არის ელექტრონიკის მაღაზიაში მისვლა და მობილურის ყიდვა რომ გარანტია გამოყოს იმას. არა. ექიმის საქმე რას ნიშნავს რა არის რომ ექიმი უნდა წავიდეს, ექიმი არის ინდივიდი, რომელმაც აირჩია აი ვიღაცამ აირჩია იურისტობა, ვიღაცამ აირჩია პურისმცხოველობა, ვიღაცამ აირჩია მსახიობობა და ვიღაცამ აირჩია ექიმობა. ეს ექიმი წავიდა, ისწავლა, გამოცდილება დააგროვა, ამაში ფული გადაიხადა, დრო დახარჯა და მოვიდა და ეხლა მუშაობს კლინიკაში. ჩვენ პაციენტები მივდივართ ამ ექიმთან,
რათა ჩვენს მდგომარეობაზე მოვისმინოთ მისი აზრი. ეხლა ამის აზრს მე ჩვენ გავითვალისწინებთ თუ არა, ეგ უკვე ჩვენი გადასაწყვეტი. ანუ ექიმი გვაძლევს რეკომენდაციას. ამ რეკომენდაციას პაციენტი შეასრულებს თუ არა, ეს სრულად პაციენტის პასუხისმგებლობა. მაგრამ რა მოხდება მაშინ თუ კი რაღაცა გვერდითი მოვლენა განვითარდა? კი ბატონო. ვისი პასუხისმგებლობა? რეალურად არავის. იმიტომ რომ გვერდითი მოვლენა ყოველთვის შეიძლება განვითარდეს რაღაცას. ახლა მაშინ რა არის ექიმის პასუხისმგებლობა? ექიმის პასუხისმგებლობა არის სწორი კომუნიკაცია და ეთიკური ნორმების დაცვა, დიაგნოსტირება პაციენტის ინფორმირებული თანხმობის მიღება, რაც ნიშნავს იმას, რომ უნდა უთხრას, რომ ეს კურნალობა ამას გამოიწვევს, აი ესეთ კარგ ამბავს ამას ველოდებით, შეიძლება ესე განვითარდეს და ასე შემდეგ. და თუ კი რაღაცა გვერდითი მოვლენა განვითარდა, ამ გვერდითი მოვლენის მართვა უნდა იცოდეს. ეს არის და ეს. ნიშნავს ეს, რომ ყოველთვის სწორი დიაგნოზი ექნება დასმული. სამწუხაროდ არა. და ჩვენც არ ვარ გამონაკლისები. ყველგან ესე არის. უბრალოდ ახლა დაბალი განვითარების ქვეყნებში, რა თქმა უნდა, ეს რისკები უფრო მაღალია, იმიტომ რომ განათლება იმ დონის არ აქვს განვითარებულ ქვეყნებში და განვითარებულ ქვეყნებში ამის რისკები ცოტა უფრო დაბალია, მაგრამ რისკი 0 არსად არ არის რა. ანუ იმის თქმა მინდა რომ ექიმთან როდესაც მივდივართ, ჩვენ რაღაც გარანტიას კი არ ვიღებთ იქიდან. ჩვენ მივდივართ იმისი აზრის მოსასმენად ჩვენ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. თორე ძალიან დიდ პროცენტში ხშირად პაციენტებს როდესაც რაღაც დანიშნულებას უწერთ, ისინი ამას არ ასრულებენ. ხშირად ქონია მეც და ჩემი კოლეგები ახლა თუ მიყვარfen, ალბათ ყველას ექნება ის რომ მიგვიცია დანიშნულება პაციენტისთვის რაღაც რამდენიმე ხნის მერვაზე და აი ეს ესე არ არის რაღაცა ცუდად და ახლა რა ვქნა. ეს გააკეთე, რაც გითხარი. არა, იცი რა, ეს რაღაცა ის დამავიწყდა, ეს ვერ გავაკეთე, ის ვერ გავაკეთე. თუ არ გააკეთე ის, მაშინ უკვე ექიმიც იბნევა და ძალიან რთულია მე ამის მართვა. ამიტომ პასუხისმგებლობა რეალურად არავისი არ არის ამ დროს. ცხადია გულგრილობაზე არ მაქვს საუბარი და საექიმო დანაშაულზე. ეს საერთოდ ცალკე კატეგორიაა. მე უბრალოდ გარანტიებზე ვიძახი, ამის გარანტიების სამწუხაროდ არსად არ არსებობს. მეცაც გეტყვით, გარდა პასუხისმგებლობებისა, ექიმს უფლებებიც აქვს. მათ შორის ექიმს შეუძლია უარი უთხრას პაციენტს მკურნალობაზე. თქვა რაღაც კომუნიკაცია არ აეწყო, რაღაცა შეურაცხყოფა მიაყენეს და ასე შემდეგ. ექიმს უფლება აქვს უარი თქვას პაციენტისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენაზე იმ შემთხვევაში თუ არსებობს პაციენტისათვის სამედიცინო დახმარების უწყვეტობის უზრუნველყოფის შესაძლებლობა და არ აღენიშნება სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა, ან პაციენტი არ საჭიროებს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას. მეორე, სამედიცინო დახმარების აღმოჩენისას ექიმის სიცოცხლეს რეალური საფრთხე ემუქრება. ანუ თუ კი გადაუდებელი მდგომარეობა არ არის და შეიძლება რომ მან გააგრძელოს სხვაგან მკურნალობა, ექიმს აქვს უარი თქვას მის მკურნალობაზე, რაღაც სხვადასხვა მიზეზების გამო, ან იმ შემთხვევაში თუ კი იმ კონკრეტულ დროს ექიმს ემუქრება საფრთხე. პაციენტთანაც ხდება მსგავსი გამონაკლისები, მაგალითად თუ განსაკუთრებით საშიში გადამდები დაავადების არსებობაზე არის საფუძვლიანი ეჭვი, პაციენტი ვალდებულია რომ ჩაიტაროს ის გამოკვლევები, რასაც ექიმი ეტყვის. ცხადია, აქ ახლა ფინანსური და ესეთი ის თუ იქნება როგორც წესი ეგეთი დაავადები გადაფარული და დაფინანსებული სახელმწიფოს მხრიდან, მაგრამ ამით უბრალოდ იმის ხაზგასმა მინდა რომ რაღაც პასუხისმგებლობასთან ერთად არსებობს რაღაცა ვალდებულებები და უფლებები. მარტო პასუხისმგებლობა და ის არა გაქვს რა, უფლებაც გაქვს რაღაცა მილიონ რაღაცის, ისევე როგორც პაციენტს აქვს უფლება რომ აირჩიოს მკურნალი ექიმი და ასე შემდეგ. საბოლოო ჯამში ყველაფერი არის ალბათობების და რისკების კარგად განსაზღვრა რა. იმიტომ რომ არ არსებობს არანაირი გარანტია. მაგალითად, ოპერაციის ამბავია ხოლმე, აი შარლატანები და ეს დეზინფორმატორები და რაღაცა გაურკვეველი განათლების მქონე ადამიანები რაღაც ვითომ სახალხო მკურნალები და ის რითი იგებენ ხოლმე. აი ოპერაციაზე რომ მოდის პაციენტი, სხვადასხვა ექიმი რო გასინჯავს. ერთ ექიმს ეკითხება, ერთი ექიმი თქვა კარდიოლოგმა ნახა, თერაპევტმა ნახა, ის ქირურგს რა თქმა უნდა ნახი ყავს და გაესაუბრა უკვე, მერე მოდის ანესთეზიოლოგთან და აი გეუბნება რომ ბატონო არჩილ, თქვენ უნდა დამაძინოთ? გეუბნები რომ კი, მე დაგაძინებთ. მარტივია ოპერაცია. შენ ცეუბნები რომ კი ბატონო, ოპერაცია როგორც წესი მარტივია და არაფერს გართულებას განსაკუთრებულს არ ველოდებით. მე დაფიქრდება ეს შენი პაციენტი და მოდის მესამე და საკრალური შეკითხვა უკვე. ბატონო არჩილ, უეჭველი გავიღვიძებ? ხოდა ბჭო, ვერ ეტყვი რომ უეჭველი გაიღვიძებს რა. ეგი არა, შენც არ იცი უეჭველი ცოცხალი გამოხვალ თუ არა იმ საოპერაციო ოთახიდან. იმიტომ რომ ყოველთვის არსებობს რაღაცა გადაუდებელი მდგომარეობა, რომელიც შეიძლება განვითარდეს. არსაიდან ჩამოვარდნილი რაღაცა გართულება,
სხვადასხვა მედიკამენტზე, არსაიდან მოსული გართულება, ქირურგიული გართულება და ძლიერი სისხლდენა და შეიძლება ისეთი გართულება მოხდეს, რომ საერთოდაც ვერ გაიგონ რა ხდება. მაგრამ აი ყველაზე მთავარი ეს არის, რომ ამის ალბათობა არის ძალიან დაბალი. მაგრამ ამას როგორც კი ეტყვი, რომ ძალიან დაბალი შანსია ამის, მაგრამ იცი რა გართულებების ვარიანტი არის? უკვე პაციენტს რა თქმა უნდა რაციონალურობა შეიძლება დაეკარგოს. ამიტომ სწორ თქმას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა. მეორე მხრივ კიდე შარლატანები რომ იხვიდე რაღაც თავისას რომ ხარშავს იქ სამზარეულოში თუ რაღაცა და რაღაც წამლებს გაძლევს და დანამატებს კი გაყიდინებს და რაღაცა რაც არ უნდა თავი მткиვა მომირჩენს, მოგირჩენს გეტყვის რაღაც. არჩი ბრმანაწლავი მაქვს ეგრეთ წოდებული ბრმანაწლავი ამოსაჭრელი აღარ დამჭირდება ამოჭრა და გჭირდება და შეყვარებული დამიბრუნება შეყვარებული და ფულს ფულსაც იშო ყველაფერზე კი გეუნებიან რა და მაშინ როცა ექიმი როცა რეალურად გეუნება ამ ალბათობის შეფასება უნდა იცოდეთ სწორად რა აი ამ ოპერაციის დროს რაღაცა გართულებების ალბათობა ძალიან დაბალი არის მაგრამ ექიმი ვალდებულია რომ ეს კი გითხრათ თუ კი მით უმეტეს თუ კი შეკითხვას დაუსვან და ეგ ზოგადად ისედაც აღწერილია რომ არსებობს გართულების რისკი აი ეს ფურცლებს რო ვავსებთ თუ ხელს რო ვაწერთ და არავინ არ კითხულობთ როგორც კლინიკაში ზე ბანკში აი იქ ის ყველაფერი მაგრამ რისკები არსებობს მაგრამ აი ამ საოპერაციოში განვითარებული რისკებზე 10ჯერ და 1000ჯერ მეტი რისკი არის მაგალითად ავტომობილში რო ჩაჯდებით მეცაც გეტყვით 1-დან 54 წლამდე ყველაზე მაღალი ალბათობით თუ კი ადამიანი მოკვდება ამის მიზეზი იქნება ტრავმა და ამ ტრავმებში ერთ-ერთი წამყვანი მიზეზი შეიძლება იყოს ავტოსაგზაო შემთხვევა მაგრამ ჩვენ რა ავტომობილებში არ ვჯდებით რა თქმა უნდა ვჯდებით იმიტომ რომ მიუხედავად იმისა რომ ყველაზე მაღალი არის ეს ალბათობა სტატისტიკურად მაინც დაბალია და კიდევ უფრო დაბალია ოპერაციის გართულებები. მოკლედ, ამით იმის თქმა მინდა საბოლოო ჯამში რომ შევაჯამო, პასუხისმგებლობა ისე არ უნდა გვესმოდეს, როგორც საგარანტიო წერილი მობილურში როცა ვიყიდით. პასუხისმგებლობა საერთოდ სხვა არის სამედიცინო სისტემაში და შეიძლება ისეთი რაღაცა მოხდეს, რომ არავის ბრალი არ იყოს. ბრალეულობა საერთოდ არ განვითარდეს არავის. კაი, შემდეგ საკითხს რაც შეეხება, ეს არის გასამრჯელოს აღება ექიმების მიმართ. უფასო უნდა იყოს. მათ შორის ექიმებიც ცოდავენ ხოლმე ამაში, რომ რა ვიცი, არის ხოლმე რაღაც სიამაყით ამბობენ, რომ აიცი რა მე ცხოვრებაში კონსულტაციაში ფული არ ამიღია, თუ რაღაც ეგეთი. საერთოდ გაუგებარი რაღაცა არის რა. კიდევ ერთხელ ვიძახი, ექიმობა არის პროფესია. ადამიანები ვირჩევთ ამ პროფესიას, სწავლობთ დროს და ენერგიას და ფულს ვხარჯავთ ამაში, რომ გავა მე 10-15 წელიწადი, მე ვიწყებთ სამსახურს და ექიმის პატიოსანი ექიმის ცხოვრების მამოძრავებელი ძალა უნდა იყოს თავისი პატიოსნაის შრომაში მიღებული გასამრჯელო. ეს არის 2x2 4, იმიტომ რომ ჩვეულებრივი პროფესიაა. და თუ კი ვიღაცა იძახის რომ იცი რა მე კონსულტაციაში ფული არ ამიღია, ეს ნიშნავს მაქსიმუმ 3 რაღაცას. ესე იგი რაღაც ან კორუფციულ სისტემაშია ჩართული და რაღაც ატკატები აქვს, ან უბრალოდ რაღაცა მარკეტინგული ხრიკია, იმიტომ რომ სხვა უფრო ძვირიანი სერვისი აქვს და ის კონსულტაცია ბევრს აღარაფერს წვიტავს. ხო, რაღაცა თქვათ, რაღაცა აპარატი მაქვს, რომელიც სკანირება არ ვიცი, ღირს 20000 ლარი და იქიდან 15000 ლარი არის მოგება. ეხლა პაციენტი იმის რომ მოვა და რაღაცა მარკეტინგულად ვიტყო რომ ისე, მე თქვენ კონსულტაციაში ფულს არ გამოგართვებთ რაღაცა ეგ. ან ეგ არის, ან კიდე სახელმწიფო დონაციაზე, ანუ ვიღაცა ფარავს იმ ხარჯებს. აი, სხვა ვარიანტი ბუნებაში არ არსებობს. პატიოსანი ექიმი ცხოვრობს პატიოსან გასამრჯელოზე. არ არსებობს არანაირი უფასო 90-იანებში კიდე ის ხო უფასო კლინიკა გავაკეთოთ. ვერ გააკეთებ უფასო რანაირად შეიძლება იყოს, ხო? აი პირველად დახმარების ცენტრში ხშირად არის ხოლმე რატომღაც არ ვიცი ვინ ჩამოაყალიბა ეს წლების განმავლობაში პირველად დახმარება უნდა იყოს უფასო, იმიტომ რომ სასიცოცხლო მნიშვნელოვანი ცოდნა. სიცოცხლეთვის მნიშვნელოვანია პურიც, საკვები, სუფთა წყალი ეს ყველაფერი მაშინ საკვები სულ უფასო უნდა იყოს თუ რა ანუ რა ვიცი ძალიან მაღალი პასუხისმგებლობაა პირველად დახმარება და უფასო რა ვიცი ძღოლი როზის საჭესთან და ბავშვები მიყავს ექსკურსიაზე ისი ძალიან მაღალი პასუხისმგებლობა ბავშვები უზის მაშინ ეგეც უფასო უნდა იყოს თუ რაღაც ანუ ეს უფასო სიტყვა არის შემორჩენილი ამ 90-იანებიდან და ძალიან კარგადაც მესმის ახლა გარჭირვებული ხალხი ვართ და ქვეყანა და ნუ ახლა იქიდან ამოძვერით ასე თუ ისე, მაგრამ აი შემორჩა რა, ვერ იქნება ვერაფერი უფასო. უფასო არაფერი არ არსებობს. ვიღაცა რაღაცაში იხდის ამის ფულს. პირველად დახმარების ტრენინგებს როდესაც ვატარებ, პირველად დახმარების ცენტრი ჩვენ შევქმნით, იმიტომ რომ არ მოგწონდა ქვეყანაში და არც ახლა მოგწონს ზოგადი სიტუაცია, როგორ უდგებიან გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ტრენინგებს. ო, ჩემი ჯიბიდან ამოვიღე ფული,
ჩემივე იმაზე რა ქვია, პასუხისგებლობაზე ავიღე კრედიტი, დავასაქმეთ მე ჩემ თანამოაზრეებთან ერთად, რა თქმა უნდა, ჩემ გუნდთან ერთად, დავასაქმე, რა ვიცი, 8 თუ 10 ადამიანი, ვიხდი პატიოსნად გადასახადებს, ვიხდი ხელფასებს ადამიანებს, რემონტი გავაკეთე ამ ყველაფერში, ამ ყველაფერში ფული დავხარჯე, ვალი დავიდე და რა, აი ხა ეს უფასო როგორ უნდა იყოს? ეხა აი მასწავლეთ, პრობლემა არ მაქვს, მიყვარს ამ საკითხის გაკეთება, მაგრამ მასწავლეთ აი ჩვენს დირექტორს ქალბატონ ნინის, რომელიც ეხა მიყვარებს, ასწავლეთ და იმუშაოს უფასოდ. იმუშაოს. რატო არ მუშაობ უფასოდ? აჰა. მოკლედ რუთოდ გასამრჯელოს აღება, უпростоრად გასამრჯელოს არ აღება. ამაზე აპელირება და საერთოდ ამაზე დისკუსიაც კი არის უკიდურესად არასერიოზული ამბავი რა. კაი, всё, ამაზე მორჩით, ეხლა გადავდივართ შემდეგ ნაწილზე. მოკლედ გავედით ბოლოში და ბოლონოგის დრო არის, მაგრამ სანამ ბოლონოგს დავიწყებთ, რას ვაკეთებთ? მაგას სხვა აკეთებს უკვე და დადე და გააგრძელე ჩაწერა. ვაშე მარგო რა, მოკლედ. აი ხო, სერიოზულად ახლა. მეგობრებო, დასასრულს მინდა რომ ეს ყველაფერი შევაჯამოთ. როდესაც ჩვენ ექიმისგან ვითხოვთ უშეცდომო რობოტად ყოფნას, აბსოლუტურ გარანტიებს ან უფასო თავდადებას, ჩვენ რეალურად ვანგრევთ იმ ნდობის და ობიექტური რაციონალურობის ხიდს, რომელზეც დგას მედიცინა. აკადემიურ დონეზე თუ შევხედავთ, მედიცინა არის არა ზუსტი მეცნიერება, არამედ ალბათობების მართვის ხელოვნება მტკიცებულებებზე დაფუძნებული ცოდნით, რომელიც მკაცრ ეთიკურ ჩარჩოებშია მოქცეული. როდესაც საზოგადოებაში ილუზიური მოლოდინები იქმნება, ამას მივყავართ ეგრეთ წოდებულ თავდაცვის მედიცინამდე, სადაც ექიმი იმაზე კი არ ფიქრობს, როგორ დაგეხმაროთ საუკეთესოდ, არამედ იმაზე, როგორ დაიზღუდოს თავი თქვენი რისხვისგან და როგორ დაიცვას თავი და როგორ მიჩქმალოს რაღაცები. ეს კი პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ისევ სამწუხაროდ პაციენტს აზიანებს. პროფესიული პატიოსნება მხოლოდ თეთრი ხალათის დარებას არ ნიშნავს. ეს არის უზარმაზარი პასუხისმგებლობა, რომელიც აბსოლუტურად ყველა პროფესიაზე ვრცელდება. ჩვენ არ ვართ ჰიპოკრატეს მითოლოგიური გმირები, ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც ვემსახურებით და ვეხმარებით ადამიანებს. და სანამ ერთმანეთის ლანძღვას დავიწყებთ, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ სამედიცინო სისტემა არ არის ცალკე მდგარი კუნძული, რომელიც ცალკე აღებულად შეიძლება განვითარდეს. არ არსებობს დაბალ განვითარებული ქვეყანა მაღალ განვითარებული სამედიცინო სისტემით. სამედიცინო სისტემა როგორც ყველა სხვა სისტემა, ჩვენი ქვეყნის, ჩვენივე კულტურის, ყველა პროფესიების და ჩვენი დამოკიდებულების პირდაპირი ანარეკლია ჩვენს ქვეყანაში. ქვეყნის განვითარება, გამდიდრება, განათლება, კეთილსინდისიერება და პროფესიული ღირსების აღქმა არის ის ერთადერთი გამოსავალი, რომელიც გადაარჩენს როგორც ყველა სხვა პროფესიის განვითარებას, ისე ექიმის ღირსებას და რა თქმა უნდა პაციენტის ჯანმრთელობას. და შესაბამისად სოფელიც აშენდება. სხვა გამოსავალი უბრალოდ ბუნებაში არ არსებობს. სხვა შემთხვევაში ვიქნებით სულ ასე. სულ. ამით ჩემი მიღების საათი დასრულებულია. ჯანმრთელობას და ობიექტურ რეალობაში ცხოვრებას გისურვებთ და დროებით გემშვიდობებით.